რამდენი საათია, ალბათ უკვე 26-27 საათია, რაც აქ იმყოფებით და წინ კიდევ 24 საათია. ნიკა განწყობას ვხედავთ და სიმრავლე, რაც თვალშისაცემი აქ მოსვლისთანავე, აშკარად ჩანს, რომ ხალხის რაოდენობა არ იკლებს და პირიქით. ანუ დღეს მეორე ღამეა, რომელსაც ათენებთ და უფრო მეტი ხალხია, ვიდრე გუში, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. დიახ, მადლობა შესაძლებლობისთვის. დიახაც გაცილებით მეტია, ვიდრე გუშინ იყო, თუმცა გაცილებით მეტიც რომ არ ყოფილიყო, ერთი რამ ცხადია, რომ სხვა ხალხია, ანუ გუშინ ვინც იყო ნაწილი არის დღესაც, მაგრამ გუშინ ვინც ვერ შეძლო დღეს მოვიდა, ასევე დღის განმავლობაში, ვინაიდან აქ ვიყავით, დღის განმავლობაში შემიძლია გითხრათ, ვინც ალბათ ვერ ახერხებდა გვიან საღამოს მოსვლას, დღის განმავლობაში მოვიდა, ბევრი მოვიდა დილით და აქ ყოფი ადამიანები ამაყები არიან ერთმანეთით. აი აქ ყოფი ადამიანები ამაყები არიან საკუთარი არჩევანით, საკუთარი ქვეყნით, საკუთარი წმენით და იმ თანამებრძოლებით, რომელთა დიდ ნაწილს არ იცნობენ. ეს ადამიანები აქ ერთმანეთს ხვდებიან და ისეთი სულისკვეთებაა, თითქოს ისინი წლების განმავლობაში ერთად მოდიან. მათ გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, მე პირადად გძნობ რაღაც განსაკუთრებულ, განსხვავებულ სულისკვეთებას აი აქ განსხვავების განმავლობაში, რომ ბევრი და ბევრი ადამიანი უკეთ და უკეთ იაზრებს, რომ მათ გასაკეთებას სხვა არ გააკეთებს და ვერც გააკეთებს. მათ ბრაზი გადააქციეს მოტივაციად. დიახაც ბრაზი გადააქციეს მოტივაციად, ბრძოლის მოტივაციად, რაც ჩემის აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ არის ძალიან ბევრი გაბრაზებული ადამიანი, ვინც გადააქცევს ასევე ამ თავიანთ ბრაზს მოტივაციად და ეს ენთუზიაზმი, ეს ენერგია დაძლევს იმ ნიჰილიზმს, რომელიც მოკლედ სიმართლეს თქვათ აქ, არასდროს ცოტა ადამიანს შეეპარა მცირე ხნით. ეს არის მთელი ამ დროის განმავლობაში ნიკა საზოგადოებაში სულ იყო მოთხოვნა, მოწოდება პროტესტისკენ, მოწოდება იმისკენ, რომ ქუჩები დაეკავებინა ოპოზიციას და ამ გეგმას მიყევით თქვენ და ამ ხმას უსმინეთ და ამიტომაც ვხედავთ ამ იდეის გარშემო გაერთიანებულ ბევრ ადამიანს. ჩვენ იმასაც ხომ ვხედავთ უკვე მეორე ღამეა, როგორ ეხმარებიან ერთმანეთს პროდუქტებით, ნივთებით ადამიანები. აი, ფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის წერტილოვანი დარტყმები არის მნიშვნელოვანი და რაც დღეს ხდება, მაგალითად, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სხვა ლოკაციებზეც უნდა გაგრძელდეს? დიახაც, აუცილებლად ის რაც ხდება აქ, იქნება გადამდები. ეს ენთუზიაზმი იქნება გადამდები, ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენ როცა კოალიცია ცვლილებების ლიდერებს, სხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, ვფიქრობ, კოალიცია ცვლილებების ლიდერებს სალსაღად გვისაუბრია, რომ ერთი და იგივეს კეთებით მუდმივად საპროტესტო მოძრაობის ფაქტებში ხოლო შესაძლებელია ერთი და იგივე შედეგზე გასვლა ჰქონდეს მოკლედ ბოლო. ერთი და იგივე კეთებით არ გვინდოდა რომ შედეგიც ერთი და იგივე ყოფილიყო და ტაქტიკური სხვადასხვა მოსაზრებები და გამომდინარე ჩვენ შევცვალეთ დამოკიდებულება. მიზანი ერთია რეჟიმის რყევა და ჩამონგრევა, არაძალადობრივი მტკიცე წინააღმდეგობით და მივიღეთ გადაწყვეტილება გუშინ რომ საპროტესტო მოძრაობა სხვა ეტაპზე გადაგვიყვანა. თუმცა ამოცანა არავისთვის ასამალი არ არის და არც დაგიმალავთ და არც დაგვიმალია. არის შემდეგი. თბილისი იყოს მოცული საპროტესტო მოძრაობით და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირი და არა მხოლოდ ჭიჭინაძესა და ჩიტაძის გამზირი. დიახაც შეიძლება მკითხოთ და უკითხავთ, რომ აი კონკრეტულად 25 ნოემბერს რას აპირებთ, 25 ნოემბერს რას აპირებთ, როგორ გავითარდება მოვლენები, იცით რა არის? წერტილის მთავარი ორიენტირი მაინც იქნება, ნიკა 25-ი. იქნება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ორიენტირია, ასე შეიძლება ასევე ითქვას, რომელიმე კალენდარულ დღეზე წერტილის დასმა არ იქნებოდა არც პასუხისგებლიანი, არც ალბათ სერიოზული. ეს არის მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა, სადაც ემოციასთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვანია, ბევრი რამის გათვლა არის აუცილებელი და ჩვენ ვცდილობთ ვიზრუნოთ ამ მიმართულებით, ვინაიდან შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს ქართველ ხალხს, გავკადნიერდები და ვიტყვი ხალხს და არა მხოლოდ ცალკე აღებულ პოლიტიკოსებს, ვინაიდან აქ თუმცა რა თქმა უნდა პასუხისმგებლობა გაცილებით მეტი გვაქვს ხალხმა ამორჩეველის სახით და ეს როლი მათ დაეკისრათ და დაიკისრეს, ქონოდათ
ამორჩევლის სტატუსი, მოგვანიჭა დობის ვოტუმი, მაგრამ იგივე ხალხი დიახაც გეთანხმებით რაც ზემოთქვით, ახლა პირდაპირ ირიბა თვითონ და ახალი როლის დაკისრებას და ჩვენ მოხდა ესე რომ შევთანხმდით ძალიან განსხვავებული ერთმანეთისგან ადამიანები და ძალიან ნამდვილად განსხვავებულობაშია და მრავალფეროვნებაშია რომ მიზანი არის ამ რეჟიმის რყევა იმ დაგვარად რომ ის ჩამოიშალოს და არა უბრალოდ გაუთვლელი ნაბიჯების გადადგმა სადაც შეიძლება წარუმატებლობას ჰქონდეს ადგილი და მე უბრალოდ თქვა გუცხელად რომ იცით რა ჩვენ ყველაფერი ვცადეთ მაგრამ ნუ რა ვქნათ ეხა იქიმდენი ადამიანები გამოვიდა ხამდენი გამოვიდა არავითარ შემთხვევაში ამის თქმის და გაფიქრების უფლებაც არ გვაქვს შესაბამისად ეს პროცესი უნდა დასრულდეს ახალი არჩევნებით ახალი არჩევნები არის ობიექტურად ერთადერთი გამოსავალი ამ რბილად ვთქვა ჩიხური მდგომარეობიდან და რატო ბევრჯერ გვისაუბრია ხო მე არ მჯერა ანალოგია უბრალოდ აქ არ იქნება მართებული გავავლოთ აი წინა წლებთან დაკავშირებით 2020 წელს რა მოხდა 2018 წელს რა მოხდა გაყავდა არჩევნების შერჩა კონტექსტი სრულიად განსხვავებულია ამერიკის შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთი ევროკავშირი როდესაც არ აღიარებს ამ ქვეყანაში ივანიშვილის მიერ ჩატარებულ არჩევნებს და მის თვითგამოცხადებულ ძალაუფლებას და შედეგებს როდესაც ქვეყნის შიგნით არავინ არც ერთი ოპოზიციური პარტია და ესაც ძალიან მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ყობახიძე გამოვიდეს და ისაუბროს რომ ოპოზიციური პარტიების ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს ეხლა ვაპატიეთ და ეხლა პოლიტიკა ორი ფლანგისგან შედგება ორი მხარისგან ოპოზიცია და ხელისუფლება კარგი ამასაც თავი დავანებოთ არაღიარებს სამოქალაქო საზოგადოება თლიანად არაღიარებს ქვეყნის პრეზიდენტი ეხლა როდესაც ლეგიტიმაცია არ არსებობს ხელისუფლება უბრალოდ დისფუნქციური იქნება უკეთეს შემთხვევაში. ამიტომ ის რა განცხადებებს ჩვენ ყოველდღე გვესმის დასავლეთიდან ამ გადაწყვეტილებებს რომელიც განცხადებების სახით არ შემოიფარგლება გაცილებით მეტი ეფექტი მაშინ ექნება როდესაც შიგნით ბრძოლის მუხტი მატულობს და ეს ბრძოლის მუხტი იზრდება და მისი ზრდაც ჩვენი ვალდებულება და არა მხოლოდ პოლიტიკური ვალდებულება ადამიანური მორალური ვალდებულებაც და ჩვენ ამ გზას ვადგავართ და არც ვთვლით თავს ერთი დამარცხებულად და მეორე არც გვაქვს უფლება რომ გამარჯვება ვერ მოვიპოვოთ ვინაიდან ჩვენ დიახ საუბრობთ ამ სახელმწიფოს სუვერენიტეტზე არის დილემა რომელიც წინაშეც ივანიშვილმა დააყენა საზოგადოება ავტორიტარიზმი თუ თავისუფალი ნება ოლიგარქატი თუ უბრალოდ ხალხის ნების ასახვა მათ შორის არჩევნების შედეგებში. ვინაიდან არჩევნების შედეგებში ხალხის ნება ივანიშვილმა არ ასახა, ხალხის ნება უნდა აისახოს თბილისის, არა მხოლოდ ძირითადად თბილისის ქუჩებში. მადლობა ჩართვისთვის ჩვენი